მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბების სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო სტიქიის შედეგად დაზარალებული 1000 ოჯახი მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე შეამოწმა. სტიქიის შემსწავლელი და სალიკვიდაციო ჯგუფები განაგრძობენ მუშაობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მერის მოადგილემ საკრებულოს წევრებს მისცა. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ხურჯუმელიძემ საკრებულოზე აღნიშნა, დიდთოვლობის დროს დაზიანებული სახლების შემოწმების საკითხზე ოზურგეთში 3 ჯგუფი მუშაობს. პირველ ეტაპზე იმ ოჯახების გადამოწმება მოხდა, ვისაც სახურავი ჩაენგრა. უკვე შემოწმებულია 1000-მდე ოჯახი. მომდევნო ეტაპზე დაიწყება დანარჩენი სახლების გადამოწმება. სულ დიდთოვლობასთან დაკავშირებით მერიაში 2800 ოჯახიდან შევიდა შეტყობინება. დღეს მდგომარეობით მუშაობს სამი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით და ასევე პოლიციის წარმომადგენლების მეშვეობით და ხდება ადგილზე სახლების გადამოწმება. პირველი ეტაპის სამუშაო, რომელიც ჩატარდა, ეს იყო იმ საცხოვრებელი შენობა ნაგებობების დათვალიერება, ადგილზე დათვალიერება, რომელსაც ჩაინგრა სახურავი, დაზიანებულია და ვთქვათ, საჭიროებდა ადგილზე გადამოწმებას. 1000-მდე ოჯახი შეტყობინების გადამოწმება დღეს მდგომარეობით უკვე მოხდა და მეორე ეტაპზე მოხდება უკვე დანარჩენი ოჯახების გადამოწმება, რომელსაც სამი შეტყობინება გაკეთებული აქვს. ეს ციფრი არის დაახლოებით 2800-ზე მეტია ჯამში. 2800-ზე მეტი ოჯახია საუბარი. კლიანი შეტყობინება დიახ. და რაც შეეხება ზარალის ოდენობასთან დაკავშირებით გამიჭირდება დაზუსტებული მონაცემების წარმოდგენა, თუმცა ამის თაობაზე დამატებით ინფორმაცია საზოგადოებას რა თქმა უნდა მივაწვდით. აგრეთვე საკრებულომ მოისმინა და ცნობად მიიღო ინფორმაცია საკრებულოს მუდმივ მოქმედი კომისიების, თავმჯდომარეებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშები. დიდთოვლობის საკითხი გახდა პოლიტიკური დაპირისპირების საგანი. მერის მოადგილემ გიორგი ხურჯუმელიძემ ოპოზიციური პარტიები დესტრუქციაში და მოსახლეობის მოტყუებაში დაადანაშაულა, რასაც საპასუხო ბრალდებები მოყვა ოპოზიციის მხრიდან. ოზურგეთის საკრებულოს მორიგ სხდომაზე თებერვლის დიდთოვლობასთან დაკავშირებულ მიმდინარე სამუშაოებზე საუბრისას მერის მოადგილე გიორგი ხურჯუმელიძე შეეხო ოპოზიციური პარტიების მიერ გაწეულ სამუშაოებსაც. მათ ქმედებას ხურჯუმელიძემ დესტრუქციული და პროვოკაციული უწოდა და განაცხადა, რომ ლელომ და სტრატეგია აღმაშენებელმა ქალაქის ცენტრში ტექნიკა იმ მიზნით დააყენეს, რომ მოქალაქეებს შექმნოდათ ილუზია, თითქოს ხელისუფლებას ტექნიკა გაჩერებული ყავს და მოქალაქეებს დახმარებას არ უწევს. ასევე არ შემიძლია არ შევეხოთ ტექნიკის მუშაობას. აქაც სოციალური ქსელისთვის არც ამას მოვერიდები პარტია ლელომ და ვაშაძის პარტიას არ ვიცი ახალგაზრდა სტრატეგია აღმაშენებელმა გამოიჩინეს კეთილი ნება და ჩამოიყვანეს ორი ერთეული ტექნიკა, რომელიც ძირითადად ჭავჭავაძის ქუჩაზე იდგა. ჭავჭავაძის ქუჩაზე იდგა და პროვოკაცია იყო ერთგვარი ესეც, აქედანო შემიძლია თქვა. პროვოკაცია იყო, იმიტომ რომ მოქალაქეები გვირეკავდნენ აბრაზებულები, ჩვენზე გასაბრაზებლად აკეთებდნენ მაგას. ხელისუფლებაზე გასაბრაზებლად, რომ თითქოს ტექნიკა მოცდენილია დგას, არაფერს არ აკეთებს და რომელიღაცა სოფელში ადმინისტრაციულ ერთეულში არ იყო გზა გაწმენდილი. შეიძლება არ იყო, მაგრამ ეს ესე იყო. უფრო მეცაც ვიტყვი. სადაც კი მიდიოდნენ, ისე აფუჭებდნენ იქ ვითარებას. ინფრასტრუქტურასაც კი აზიანებდნენ, ესე შემიძლია გითხრა. ვიდეოები გიგზავნდა ადამიანები, როგორ უხეშად ელაპარაკებოდნენ ამ ტექნიკის ოპერატორები მოქალაქეებს, რომ თითქოს ამას თავის კეთილინებით აკეთებენ და არც იმას არ ასახელებდნენ, ვინ იყო მათი დამკვეთი. ამ ორი პარტიის წარმომადგენლებმა შემიძლია ჩამოიყვანეს ტექნიკა და პოზიორობა გამართეს არაერთ ადმინისტრაციულ ერთეულში. ამ ტექნიკას პრაქტიკულად იყენებენ, იმისო ტრანსპორტირება მოეხდინა თავისი მხარდამჭერით და იქ ვიდეოები და ლაივები ჩაეწერა. ლელოს პოლიცსაბჭოს წევრი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ აღნიშნული ტექნიკით მათ არაერთი საქმე გააკეთეს. უამრავ მოქალაქეს გაუწიეს დახმარება. ხელისუფლების შტაბთან დაკავშირება და მათთან ერთად კოორდინირებული მუშაობა კი ხელისუფლების უარის გამო ვერ მოხერხდა. ჩვენ ვიღებდით ყოველდღიურად პრაქტიკულად 200-მდე, 300-მდე ზავს. ვახარისხებდით, სად იყო ყველაზე საჭიროება მისვლის.
და ოზურგეთში როგორც ქალაქში ჩვენ პრაქტიკულად ერთხელ მოიდახეზე გავწმინდეთ გზა, იმიტომ რომ ადამიანები ვერ გძალავდნენ. მეშვიდე დღე კაცი სახში იყო გარდაცვლილი და ვერ გძალავდნენ. იქ გავასუფთავეთ გზა და ჭავჭავაძის ქუჩა გავათავისუფლეთ, ვინაიდან ჩვენი შტაბი იყო. დანარჩენი ჩვენ ვიმუშავეთ. დაწყებული ვაბსუდან დამთავრებული ბაღამფრიან სოფლებამდე. სადაც ჩვენ გვეუბნებოდნენ, იგივე ლიხაურში, როცა ორსული ქალი იყო. და მის გზაზე მისასვლელი არის, რომ დაგვირეკეთ, გავიდა ჩვენი ტექნიკა და გაასუფთავა ის გზა. სად იყო მთავრობა, სადაც რაც აკეთებდნენ. რაზე უნდა ვისაუბრო, როგორც რაიკომს რო ეძახიან გამგეობად 30 მეტრში, ზუსტად 30 მეტრში უკანა მხარეს ბათუმის ქუჩა თუ არ მეშლება, ქალბატონი ცხოვრობს, რომელიც უსინათლოა. ვერ გაუფრთხილებს, ვერ სახურავს და ვერ ეზო რომ მეზობელი შესულიყო და საკვები მიუტანა. ჩვენ მივედით, წამლებით მე მივუტანე, საკვებით ჩვენ მივუტანე. ეს ხდება 30 მეტრში საკრებულოს უკან. აი ამაშია საქმე. ამაშია ფრინვაში ვინ გაასუფთავა გზა? რატო არ ავიდნენ მაგათი ტრაქტორები? რატო ვიხართ ჩვენ ასულები? იგივე შემოქმედში, რატო ჩვენ ვიმუშავეთ? აქ არ არის ზუსტად იმაზე და არაფერს არ ვაკეთებ. ყოველდღიურად კიდევ ვამბობ, დაწყებული წამლები, ინსულინის ფრიცი არ ქონდა, ქალს ინსულინი გაეკეთებდა. სად იყო ეს ეგრეთ წოდებული გამგებელი და მისი მოადგილეები? ადამიანს სილაუში სადაც აღარ ქონდა ეპილეფსიის საწინააღმდეგო წამალი, ვინ მიუტანა? ჩვენ მივუტანებთ. როდესაც ყოველდღურად 50 პაკეტს ვაკეთებდით, კარგ პაკეტს კი არა, მაგათ რო ქონდა დაკეთებული საკვებების პაკეტი, ანუ ძალიან სრულყოფილი, თავის ყველაფერი. და სად ბავშვებდა საფენი მიქონდა. საჭიროა ბავშვის საკვები მიქონდა. ჩვენ ვიწერდით ყოველდღურად საღამოჩდებოდა და პრიორიტეტების და მიხედვით ამას მიჯნავდით. და მე მქონდა სურვილი და დაკავშირებული ყავი, მაგრამ არავინ არ მიპასუხა, რომ ბეთქვა მოდით ერთად გავაკეთებთ. ამიტომ ჩვენ რაც საქმე გავაკეთეთ, ლანჩხუთში შეშაჩვენის გამგებელმა სარიშვილმა შეშა ვერ მიუტანა ადამიანს, ჩვენ ვიშოვეთ შეშა, ხობიდან ჩამოვიტანეთ და მიუტანეთ. აი ამაშია ჩვენი სწორობა, ჩვენ მუშაობთ მიზნობრივად, ვის რა ჭირდებოდა. აღარ ვიტყვი პაციენტში რო ავედით, ბოლოში სოფელში 2 მოხუცი, მარტოხელა მოხუცი და ჩვენ არ მიგვეძრა საკვები, რითი დამთავრდებოდა, ძალიან სწორი წარმოსადგენი არ არის. აი ამაშია საქმე, ჩვენ მიზნობრივად ვიმუშავეთ, არავის არ უშლიდით, უამრავი ტექნიკა რო ედგათ და ამ ტექნიკას რო არ იყენებდნენ და რო ჩამოიყვანეს ამდენი ჯარი. მანის მანქანები, გერმანული მანქანები, სამხედრიანი, ორსიდიანი მანქანები, როცა შეეძლოთ გვარდიის ოცეული ჩაეშოთ, გაეშვათ სოფელში, დახვდებოდა გამგებელი, გაესუფთავებდა და გადმოწვეულა გააკეთებოდა იმითი, სადაც საჭიროება იყო. მეორე ოცეული სხვაგან გაეშვათ. მართლა არ იციან, არ მიყვარს სიტყვა მენეჯმენტი, მართლა რო არ იციან და ახლა სხვა საბრალებენ და როცა ალუჩა ბიჭი გამგებლის ძმა, მეტი არაფერს არ წარმოადგენს ის ადამიანი, გამგებლის ძმა, ეგრეთ წოდებული თოვლმავალი დადიოდა, იმ თოვლმავალზე მაგიკი არ უნდა მძდარიყო, უნდა მძდარიყო მაშველი და უკან თქვა ექიმი თუ ამის საჭიროება იყო ან კიდევ მეორე მაშველი. აი ეს არის განსხვავება ჩვენი და მათი. აი ამაში ჩვენ მიზნობრივად ვიმუშავეთ. ძალიან ბევრი ჯახში ვიყავით, ძალიან ბევრი პროდუქტი ვარიგეთ, ძალიან ბევრი მედიკამენტი დავარიგეთ და ძალიან ბევრი ქუჩა გავწვიდეთ და არა ოზურგეთში, არამედ ზუსტად სოფლებში, სადაც პრობლემა იყო გამოსვენების და ორსულის და სასტრაფოს მისვლის და ისაც არ დამოვიწყდება, როდესაც სასტრაფო ოზურგეთში გაჩერდა თითოეულობის დროს და ჩვენ ჩავიდით დიახაც ჩვენ მანქანა ჩავიდით და ეს სასტრაფო ამოვათრით გუბერნატორმა, ეგრეთ წოდებულმა გუბერნატორი თუ შეიძლება გაიარა და მანქანაც კი არ გააჩერა. აი ეს არის ყოველ შეგიძლიათ დაწერო და ესაც უთხრა. ამიტომ ჩვენი ამოცანა არ იყო არ ჩვენი რეკლამა. არც არ დავდიოდით, არ ბრენდული ჩანთები მიქონდა და არც ველოზე არ საუბრობდით საერთოდ. ჩვენ უბრალოდ ვეხმარებოდით ხალხს და ამიტომაც სანამ ჩვენზე რამე სიტყვის სოდიანი ხალი გამოიხედოს რა ამაშია საქმე შენარიცოდე და აეშრებოდი ამაშია ამათი პრობლემა აი ეს არის საქმე ჩვენ რას ვაკეთებდით 10 დღე დავჭი დიახაც 10 დღე დავჭი ვაგრძელებთ გამოშვებას დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი კახაბერ ასკურავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ლიდერი ლანჩხუთიდან ამავდროულად საკრებულოს წევრი მოგესალმებით კახა და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის
მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მსმენელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიახ. ჩვენი საუბრის თემა ალბათ უნდა დავიწყოთ, უპრიანი არ იქნება, რომ საგამოძიებო საქმიანობით, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტში, დროებითი კომისია მაქვს მხედველობაში, რომლის ხელმძღვანელი თია წულუკიანია. მიმდინარეობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შესწავლა 2003 წლიდან 2012 წლამდე. საუბარია იმაზე, რომ 2025 წლამდეც მოხდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შესწავლა. თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით დღეს გამოკითხვაზე ბრძანდებოდა გენერლები გუშინ გოგავა დღეს ყურაშვილი რომლებიც იყვნენ თქვენი პარტიის წევრი თუმცა ახლა როგორც სამხედრო პირები ისე არიან მისულები თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით მივლენ თუ არა სხვა პარტიის წარმომადგენლები კომისიაზე და რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით მოგესალმებით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საზრდოობისთვის. ხო, რაც შეეხება კომისიას, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ეგ არის ეგრეთ წოდებული პარლამენტის ეგრეთ წოდებული კომისია. იმ კომისიას ნაციონალური მოძრაობა არ აღიარებს მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობა მის მანდატები, რომელიც ქართულმა ხალხმა მიანიჭა, ცნო გაყალბებულ არჩევნებად და თავისთავად პარლამენტში არ შევიდა და იმ დღიდან არც იმ პარლამენტს, ეგრეთ წოდებულ პარლამენტს და იმ ეგრეთ წოდებულ კომისიას ნაციონალური მოძრაობა არ ცნობს. ეს მინდა ასე ვთქვათ. თუმცა თქვენი პარტიის ყოფილი წევრები და პრეზიდენტობის კანდიდატი აუცილებლად გიპასუხებთ ყველაფერზე, უბრალოდ დრო მომეცით რომ გიპასუხოთ. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტია ნაციონალურ მოძრაობას, ან პოლიტიკოსებს, ვერც ერთ ნაციონალურ მოძრაობის პოლიტიკოს, მათ შორის მეც ვარ ყოფილი თანამდებობის პირი, რომ დამიბარო პირობით ადგილობრივებით და არ არის გამორიცხული ყველა დონეზე ჩამოვიდნენ ფაშისტი წუნკიანის კომისია, მეც არ ვაპირებ მივიდე, თუნდაც ეს დამიჯდეს ჩემს პირად თავისუფლებად. ასე რომ პოლიტიკოსები არ მოვა, რაც შეეხება გენერლებს. მათ აქვთ ვალდებულება და გენერალმა გოგოვამ ძალიან კარგად თქვა. ისინი პასუხს აგებენ გარდაცვლილი ოჯახების, გარდაცვლილი სამხედროების წინაშე და მათ პატივსაცემად მივიდნენ ისინი კომისიაზე. თუმცა როგორც იქცევა ეგრეთ წოდებული კომისია და ყლელი მამიშვილი თავად მაუზერი აკლია ხელში, თორე დახვრიტავდა ნებისმიერ წუნკიანი, ეს მთელმა საზოგადოებამ ნახა და საზოგადოების რეაქცია არის უკიდურესად მე დარწმუნებული ვარ ეგ მათი მომხრეების კი გააღიზიანა იმ ვორდინგმა, იმ დამოკიდებულებამ, როგორც წუნკიანი საუბრობდა გუშინ და დღეს საერთოდ სამარცხინო იყო ის კომისია და კიდევ ერთხელ ვიძახა წუნკიანს მაუსელი რომ აი საუბარია იმაზე რომ მასალების შეგროვება რომელსაც შეიტანენ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში რომელიც მისცემთ მათ იმის საშუალებას რომ პარტია ან გააუქმონ ან გაასამართლოს თუ მადლობთ მაგაც აბსოლუტურად ყველა შეკითხვაზე გიპასუხებთ და კიდე გენერლებმა რომ ეს საკითხი რომ ამოწუროთ აბსოლუტურად სწორად გააკეთეს ის მიუხედავად იმისა რომ არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმური კომისია არის მათ პატივი მიაგეს ამით კიდე ერთხელ დაუბრუნდა ხსოვნას და მე აქვე ვიტყვი დიდება გმირებს და დიდება თითოეულ ადამიანს ვინც ესე ვთქვათ აგვისტოს ომის აი ამ სისხლიან ომს შეეწილა რომელიც რუსეთის შემოჭრის შედეგად განვითარდა საქართველოში რისკენ მიმართული ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობა იმისკენ რომ აიგრძალოს პარტია ნაციონალური მოძრაობა იმ თავითვე იყო ეს განზრახული ამას ზოგადად სიმართლის კვლევასთან არაფერი საქმე არ აქვს სიმართლის კვლევა თუ უნდათ იმ 12 წელთან 9 წელთან დაკავშირებით დაიბარონ უნდა ბიძინეროვანიშვილი დაიბარონ უნდა ის მაღალჩინოსნები რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გადაიპორტირდნენ მათ და დღემდე მუშაობენ მათთან პირველ ისინი დაიბარონ და ისინი დაკითხონ ამ საქმეებთან დაკავშირებით ესე იგი პარტიის დანარჩენი წევრები თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი ეს არის პროცესი ნაციონალური მოძრაობის დროებით ან მინაგრძალოს ხა ნაციონალურ მოძრაობას რომელსაც 10000-ობით ხანდაჭერი ხავს აქ პარტიაზე კი არ არის საუბარი ამომრჩეველს აკრძალავს ქართველ ხალხს აკრძალავს წუნკიანი ეს არის განწირული ეს არის მათი აგონია
აგონიაში მყოფი პოლიტიკური პარტიის ქმედება არის ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიის. მე აი აგერ ვარ მე და გეხარ თქვენ. თვითონ აპელირებენ იმაზე, რომ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში გდებენ ბრალს და შესაბამისად მასალებსაც შევაგროვებთ და ეს გახდება წინაპირობა იმისა, რომ ეს არის კიდევ ერთხელ ვიძახ, ეს არის სამარცხვინო რუსეთის სასარგებლო ის რაც 15 წელი დარჩენდა პუტინს გაეკეტებია ქართული ოცნება აპირებ წელიწად ნახევარში მოიტანოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხლა მაყურებელიც გვისმენს, ხო ალბათ? აგერ მე და აგერ თქვენ ვინა იგზალება როგორც პოლიტიკური პარტია ამ ქვეყანაში ამას დავინახავთ. და ამ თემაზე საუბარს დავასრულებ იმით, რომ არავინ არ აპირებს მისვლას თქვენი პარტიიდან თანამდებობის პირი მყავს. პოლიტიკური, როგორც პოლიტიკოსი, ანუ პოლიტიკოს თქვენ იქ მისვლას ვერ ნახავთ. მივა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი რომ პოლიტიკოსი ის აღარ იქნება ნაციონალური მოძრაობის წევრი. გენერალმა გოგოვამ და გენერალმა ყურაშვილმა წინასწარ თქვეს პოლიცსაბჭოზე, ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოზე, რომ ჩვენ ტოვებთ პარტიას იმის გამო, რომ პარტიასთან ჩვენ არ ვაფილირდებოდეთ. ჩვენი გვაპირებთ მისვლას იმიტომ, რომ პარტიი მივაგოთ. პარტიი კიდე ერთხელ ვსეთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ოჯახებს და იმ სამოქალაქო პირებს, რომლებიც სამწუხაროდ შეეწირა რუსეთის აგრესიას მაშინ. დიდი მადლობა ამ პასუხისთვის ამ კითხვაზე და არ შემიძლია აქვე არ გკითხოთ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იმაში რაშიც ვიმყოფებით უკვე რამოდენიმე თვეა, თითქმის 3 თვეზე მეტია მიმდინარეობს აქციები, თუმცა აქციების მასშტაბურობა და მუხტი არ არის ისეთი, როგორიც იყო იანვარში. თქვენ როგორ ფიქრობთ, დაანონსებული 31 მარტის აქცია შემოაბრუნებს ამ ვთქვათ მუხტს, გაზრდის ისევ და ვთქვათ როგორი პროგნოზები გაქვთ ამასთან დაკავშირებით? გასაგებია. მე ერთ რამეს გეტყვი თქვენ და არ მინდა ეს ზედმეტ პათეტიკურად გამომივიდეს. ეს ქვეყანა საქართველოს სახელმწიფოებრიობა ასეთი გამოწვევის წინაშე 1921 წლის გასაბჭოების მერე არ დამდგარა. ჩვენ დღეს ხელისუფლებაში გვყავს რუსეთის მიერ ხელდასმული ბიძინა ივანიშვილი და მისი მარიონეტები. იმათ იდეა მაინც აწუხებდათ ის ქართველი მოღალატეები, ამათ იდეაც არ აქვთ. ესენი უბრალოდ ემსახურებიან ერთ ოლიგარქს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ანერგულებს ის, რომ საკუთარი ძალაუფლება და ფული შეინარჩუნოს. ამიტომ მიდიან აბსოლუტურად ყველაფერს. აქ უნდა ვიყოთ ყველა პოლიტიკური პარტიის და ყველა მართლა ესე პოლიტიკის დედავატირე, როცა კარგავს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. ეს ყველა ჩვენთაგანმა კარგად უნდა გავიაზროთ. ეს სახელმწიფო ხვალ იქნება უბრალოდ რუკაზე და იქნება გუბერნია უკანა ეს. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ ამასთან დაკავშირებით? 31 მარტს გამოვა ის რაოდენობა ხალხიც უნდა გამოვიდეს. ვინმე პოლიტიკური პარტიის გამო კი არა, ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის გამო კი არა. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ უნდა გაერთიანდეს ამ სახელმწიფოს და ამ სახელმწიფოებრიობის გადარჩენისათვის. ეს არის დღეს ჩვენი ამოცანა. ან ჩვენ ვიცხოვრებთ დამოუკიდებელ კიდე 31 მარტი ხო იცით რა დღე არის? ზვიად გამსახურდია ჩაატარა რეფერენდუმი, სადაც აფხაზეთში და ეგრეთ წოდებულ სამხედრო სექტის მოსახლეობამაც კითხვა რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს დამოუკიდებელი. ამიტომ კიდე ერთხელ ყველა უნდა გამოვიდეს და თქვას რომ ეს სახელმწიფო აგრძელებს დამოუკიდებლობას და ის არასოდეს არ გახდება კრასნოდარის ოლქი. და მთავარი მოთხოვნა პროტესტში მონაწილე ადამიანების შესრულდება თუ არა და როდის შესრულდება თქვენი პროგნოზი რა არის ამასთან? როგორ ვერ გავიგე შეკითხვა. მთავარი მოთხოვნა პროტესტში მონაწილე ადამიანებისა იმასთან დაკავშირებით რომ განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. კარგი შეკითხვა არის, გასაგებია. და განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. თქვენი პროგნოზი ამ? არა, მე მასი არ უყურებ. რა თქმა უნდა პოლიტპატიმრები პირველ რიგში, სინდისის პატიმრები იქნებოდათ და რეჟიმის ტყვეები და მეორე ეს უნდა იყოს რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მე პირადად თუ მეკითხებით ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ეხლეწებოდი არჩევნების ჩატარებას. всё დასრულდა. ბიძინა ივანიშვილი რომელსაც ტაბლო უკავია ხელში და რა ანგარიშსაც უნდა იმას დაწერს და ეს უამრავჯერ თქვა ნაციონალურ მოძრაობამ
მაგრამ ჩვენ იძულებული ვიყავით შევსულიყავით ამ თამაშში ის ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები აღარ უნდა ჩაატაროს ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში არჩევნები გააუქმა ეს დავამთავროთ ამაზე ორი მაგას ვაცხადებს კი აცხადებს პერიოდში ამ ქვეყანაში არჩევნები დასრულდა სპეცოპერაცია ჩაგიტარა ვის მიყვები არჩევნებზე უნდა შეიქმნას დროებითი გარდამავალი მთავრობა მეტნაკლებად რაც დროში მოესწრება უნდა გათავისუფლდეს სამართალდამცავები სამართალდამცავი წრეხიდან სუსიდან შეიცვალოს უნდა საარჩევნო ადმინისტრაცია და ასე უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში მეტნაკლებად თავისუფალი არჩევნები და ბოლო კითხვა ბატონო კახა თუ შეიძლება ბოლო კითხვა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია თქვენი პარტიის პოზიცია აი მაინტერესებს ანუ მივდივართ იქათკენ ახლოვდება თარიღი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამ ქვეყანაში თუ ნორმალური ხარ არ უნდა ფიქრობ. რა დროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თარიღით უნდა უწოდეს ნორმალურ ქვეყანაში. ჩვენ ეხლა რომელ ადგილობრივი თვითმმართველობაზე ვლაპარაკობთ. ჩვენ ეხლა ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ვიღაცები შეიძლება ამას ვერაფრით ცნობიერებდეს. ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კი არა ქვეყანა რჩება უკან რა დროს ვიშევა საკრებულოში იმაზეა საუბარი. ამ მოცემულობით თუ მივალთ ადგილობრივი თვითმმართველობის თარიღამდე რა იქნება თქვენი და თქვენი პარტიის პოზიცია? ბიძინა ივანიშვილი ამბობს რომ ხელისუფლებაც მე უნდა ვიყო, ოპოზიციაც მე უნდა ვიყო და ყველაფერი მე უნდა ვიყო. რომელ ადგილობრივ თვითმმართველობას ვინ მიდის ადგილობრივ თვითმმართველობამდე გამოსული არიან და ამბობენ რომ ოფიციალურად უნდა აუგზავნოთ ყველა ოპოზიციური პარტია, ვისაც ხალხი ხმას, ვისაც აძლევს, ის პარტიები არ უჭირდება. რომელ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრობთ ხალხო ჩვეულებრივ დიქტატურას გაფორმებულ დიქტატურის მაგრამ ვერ მიაღწევს ამაში ვარ 100% დაწინებული ხო აი კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ თქვენი პროგნოზი უახლესი რა იქნება რა მოლოდინები გაქვთ და დავასრულოთ საუბარი იმიტომ რომ ფორმატი არის იქნება ის რომ ქართველმა ხალხმა უნდა დაასრულოს რეჟიმი უნდა შეიქმნას დროებითი მთავრობა რომელიც ჩაატარებს მეტნაკლებად რაც მოესწრება ამ პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის თარიღი უნდა იქცეს ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი ძალიან დიდი მადლობა თავისუფლად ეს ქვეყანა რუსული რეჟიმიდან და შემდგომ ჩატარდეს ნორმალური დემოკრატიული არჩევნები და ვისაც რომელ პარტიას უნდა იმას გასაგები მაგრამ ეს არ უნდა ჩაატაროს ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გადაჭრით ვამბობ ამას მადლობა დაგემშვიდობები კახა და მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ლიდერი ლანჩხუთიდან რაიონული ლიდერი კახაბერ ასკურავა მადლობა ოზურგეთში 45 და 47 წლის მამაკაცები დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა, შენახვისა და დამზადების ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა, შენახვა, დამზადების ბრალდებით 1978 წელს დაბადებული დხ და წარსულში ნასამართლები 1980 წელს დაბადებული თხ დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლით მიმდინარეობს. სათემო კავშირმა იმედმა სოფელ თხინვალში პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელიც სოფლის მეწყერსაშის ზონებთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობას ეხება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში სათემო კავშირ იმედის წარმომადგენელმა კობა ცერცოძემ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი სოფლის ყველაზე დიდი და საფრთხის შემცველი პრობლემა მეწყერსაშიში ზონები იყო. რომელთან დაკავშირებითაც სათემო კავშირმა იმედმა გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტული აქტივობა დაგეგმა. როგორც კობა ცერცვაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში ერთ-ერთ ტიპურ მეწყრულ ზონაში საჩვენებელი სადემონსტრაციო ბაზა შეიქმნება, სადაც პატარა სათავე ნაგებობები მოეწყობა.
რომელიც ცხადყოფს, რა ტიპის მეთოდოლოგია უმჯობესი სოფელ თხინვალისთვის აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. შეხვედრაზე სათემო კავშირმა მოსახლეობას აღნიშნული გეგმა შეუთანხმა და ადგილობრივების ხედვები მოისმინა. საბოლოოდ ყველა შეთანხმდა, რომ სოფელში ეზოებთან არსებულ პატარა ეროზიულ ზონებს მოსახლეობა თვითონ გაუმკლავდება. თუმცა ძირითად ზონებში ქვის გაბიონების მოწყობაში ხელისუფლების დახმარებაა მნიშვნელოვანი, რადგან სოფელი ამ თვალსაზრისით კატასტროფის ზღვარზეა. შეკრებილმა მოსახლეობამ განაცხადა, რომ ხელისუფლებისგან დახმარებას ელიან და ითხოვენ, რადგან სოფელი იცლება და თითოეული სახლი საფრთხის ქვეშაა. ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგას ჩვენი სოფელი და არა მარტო ჩვენი სოფელი. თვითონ მეც ვცხოვრობ მაგ მეწყერსაში ზონაში. თვითონ პირადად მე განცხადება ახლა გამგეობაში 4 წელია ვითხოვ. ჯერჯერობით რა ვიცი, ბევრგან გაკეთდა ჩვენი ენთუზიაზმის და ზოგის დახმარების გამგეობის, მაგრამ ეთყობა ისეთი რაღაც უნდა რომ საკვანძო ადგილები ძირითადად სად არის, იმას უნდა ძალიან კარგი გამაგრება. თორე ზედაპირულად ახლა ჩემი ზონში რაც არ უნდა ვაწვალო მე, თუ ქვევიდან ძირი ეთხრება, ხო არაფერს ვარ უშველით ამას. ვითხოვ ჩვენ ახლა გთხოვთ მიიტანეთ ამბავი, სადაც ძირითადად არის უფრო საშიში ადგილები და საკვანძოები, ეს გაბიონებს ვითხოვთ ამას ჩვენ. და სადაც მიუდგომელი ადგილებია, უფრო ჩვენ საკუთარი რაღაცითვისა მხოლოდ ცოტა დაგვაფინანსო. მოხედონ თუ არა, დედა 300 კომლიანი თხინვალი უკვე ნახევარი დარჩა გვერდ სოფელში. ასე მოგვეხმარონ ეს გაგვაკეთებიო, რომ აღარ დაინგრეს სოფელი და აღარ დაიცალოს. თუ არა, ცოტა ხანში სოფელი აღარ იარსებობს აქ. გზა არა იქ ჩემი მაშინ. მეწყერი მე მგონი მეწყერი. მეწყერიათა წასულია შვავია თლიანად. და გაკეთება უნდა. მთელ სოფელს აქვს ეს პრობლემა, ხო? ჩემი მაშინ შემოსავალს ბატონო. იქ რო შემოდიხარ. არა აქ გზა. და სხვა ოჯახებსაც. სხვა ახლა გზა არა, სახლის გეიბზა რა, რა ვიცი, შევი ყველაფერი ვიცაცა. დღეს რაზე იმსჯერდეთ? დღეს ვინ სათავანი გაკეთება ჩემოდავი. უნდა გაკეთდეს სათავანი. რაღაც გაკეთდეს. ფრეში უნდა იყაროს, შავარდნილია. რა ვიცი, კაცი არა ჩვენ. ხო, ხელისუფლებას. გავგავიკეთოს უნდა ბატონო. მანქანა ვერ შემოდის. აქედან კი აგზა აკეთიდან, აქედან ახლოა, აქედან 2 კილომეტრია აქ რომ მოხვიდე. და ოჯახებსაც ემუქრებათ სახლებს ზოგადად საფრთხე, ხო? და საფრთხანაა მაგ ჩემთან იქით. ვერ ამოხ. გუშინ ხალხის გაფრთხილებიდან და გამომდინარე რომ დავდიოდი სოფელში, რამდენი ოჯახიც მოვიარე, 2 ბრიგადა 80-მდე ოჯახი, ერთი ოჯახიც რო ნახე ისეთი, რომელსაც მეწყერის პრობლემა არ აქვს, ან უახლოეს ხანში არ შეექმნება. პროექტის პაგლებში ჩაფიქრებული გვაქვს ერთ-ერთ ტიპიურ მეწყერულ ზონაში საჩვენებელ სადემონსტრაციო ბაზის მოწყობა, რომელსაც ინოვაციური მეთოდებით ხალხის ხელთ არსებული ნედლეულის გამოყენებით შესაძლებელი იქნება პატარ-პატარა სათავე ნაგებობის მოწყობა. დღეს ჩვენი პრეზენტაციის წარდგენის მიზანი იყო, რომ რასაც ჩვენ ვაპირებთ, ეს კიდევ ერთხელ შეგვეთანხმებია მოსახლეობასთან. რამდენად არის იქნება ეს მისაღები? რაიმე რაღაცა ისეთი ხო არ გამოგრჩა, რომ შეიძლება მეცნიერება ერთს ამბობს, მაგრამ ეს თეორია დაშორებულია რეალობიდან. რა იქნება იმ მასალები გამოყენებული, რაც ამას უფრო წაადგება საქმეს? რა იქნება, რამდენად ძვირიჯდება? თქვენ წესრებოდით ახლა ხედავდით, რომ ამერი იგი იყო წინააღმდეგობარმა ამას ჩვენ როგორ გავაკეთებთ, სახელმწიფომ გააკეთოს და იყო ამაზე მსჯელობა. და ჩამოყალიბდით ამაზე, რომ ის პატარ-პატარა ეროზიული მეწყერული ზონები, რომელიც ეზოსთან ახლოსაა და ჩვენ საკუთარი ძალებით შეგვიძლია გაკეთება, გავაკეთოთ ჩვენ. რაც ძირითადი ზონებია, იმ 2014 წელს გაკეთებული პროექტის პაგლებში, რომელმაც იდილეოდ გაამართლა და გვაქვს ნიმუში, როგორ იმუშავა, როგორ აკეთებს საქმეს, თუ რაიმე პატარა მინუსები ახლავს იმ საქმას, იზის ვიცით და თუ აქ პატარა კონსულტაციის გავლა იქნება, ეს უკვე გამოცდილია. იმუშავა არნახულად, გააკეთოთ თავის საქმე და გვინდა რომ სახელმწიფომ და გვინდა კი რომ ვალდებულიცაა და კიდეც მოვთხოვთ ამას რომ გააკეთონ, იმისათვის პრაქტიკულად კატასტროფის სტოლფასის სიტუაციაში ვიმყოფებით ჩვენ. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გამშვიდობებით, კარგად ზანდებოდეთ.